ებრაული ტომების სრული სია, ევროპული და დასავლური შტოები. ყველაზე ცნობილი ჯგუფია აშქენაზები, რომლებიც ისტორიულად გერმანიასა და საფრანგეთში ჩამოყალიბდნენ. მოგვიანებით კი აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთსა და რუსეთში დამკვიდრდნენ. მათი ენა იდიშია. მათგან განსხვავდებიან სეფარდები, პირენეის ნახევარკუნძულის, ესპანეთისა და პორტუგალიის ებრაელები, რომლებმაც 1492 წლის დეპორტაციის შემდეგ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ოსმალეთის იმპერიაში პოვეს თავშესაფარი. მათი ენა ლადინოა, არაგერიოთ, არა ლათინო, არამედ ლადინო. ეს სხვა ენაა. ევროპაში ასევე გვხვდებიან უძველესი რომანიოტები, ბერძენი ებრაელები და იტალიელი ებრაელები, რომელთა რიტუალი ორივე ზემოთხსენებულისგან განსხვავდება. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ებრაული ტომები, მიზრაჰიმი ებრაელები. ეს ჯგუფი აერთიანებს ისლამურ სამყაროში მცხოვრებ ებრაელებს. აქ შედიან ერაყელი, ბაბილონელი ებრაელები, რომლებიც ერთ-ერთი უძველესი თემია მსოფლიოში. ასევე ირანელი, სპარსელი ებრაელები, რომლებიც კიროს დიდის დროიდან ცხოვრობდნენ ირანში. მათ გვერდით არიან დამასკოელი, იგივე სირიელი, ლიბანელი და ქურთისტანელი ებრაელები, რომლებიც არამეულ დიალექტებზე საუბრობენ. ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოყალიბდნენ მაროკოელი, ტუნისელი, ლიბიელი, ალჟირელი და ეგვიპტელი ებრაელები, რომელთა კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც არაბულ, ისე სეფარდულ ტრადიციებთან. ცალკე დგას იემენელი ებრაელების ტომი, რომელთაც 1000 წლეულების მანძილზე შეინარჩუნეს უძველესი ებრაული წესჩვეულებები. ჩვენს რეგიონში გამორჩეულია ქართველი ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორია. აღმოსავლეთ კავკასიაში, აზერბაიჯანში, დაღესტანში ცხოვრობენ მთის ებრაელები, ჯუჰურო, რომლებიც იუდეურ ტატურ ენაზე მეტყველებენ. ცენტრალურ აზიაში კი უძველესი აბრეშუმის გზის გასწვრივ ჩამოყალიბდა ბუხარელი ებრაელების მდიდარი კულტურა. და სწორედ ბაგრატიონები ბუხარელი ებრაელები არიან. აფრიკისა და აზიის სიღრმეებში განსაკუთრებული ისტორია აქვს ბეტა ისრაელს, ეთიოპიელ ებრაელებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილი იყვნენ დანარჩენ ებრაულ სამყაროს. ინდოეთში ვხვდებით სამ ძირითად ებრაულ ჯგუფს: ბენე ისრაელი, კოჩინელი და ბაღდადელი ებრაელები. ჩრდილო აღმოსავლეთ ინდოეთში კი ცხოვრობენ ბენე მენაშეელები, რომლებიც საკუთარ თავს დაკარგულ ტომად მიიჩნევენ. შორეულ აღმოსავლეთში არსებობდა მცირე, მაგრამ ძლიერი კაიფენგელი ჩინელი ებრაელების თემი. არსებობენ სპეციფიური ებრაული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები. არ უნდა დაგვავიწყდეს კარაიმები, რომლებიც მხოლოდ თორას აღიარებენ და უარყოფენ თალმუდს და მათი მონათესავე ყირიმჩაკები. ასევე არსებობენ სამარიტელები, ბიბლიური ისრაელიანების პირდაპირ შთამომავლები, რომლებიც დღემდე მხოლოდ გერიზიმის მთასა და ქალაქ ჰოლონში ცხოვრობენ. აფრიკაში ასევე ცნობილია ლემბას ტომი, ზიმბაბვე, სამხრეთ აფრიკა, რომელთა გენეტიკა ადასტურებს მათ სემიტურ წარმოშობას.